მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს გიდების ასოციაციისა და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმერეთის ეკოგიდების გადამზადების პროექტი ხორციელდება. დღეს ეკოგიდებს სერტიფიკატები გადასცეს. იმერეთის ეკოგიდების გადამზადების სასწავლო კურსის პრეზენტაციაზე დასასწრება დღეს ქუთაისში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შოვნაძე იმყოფებოდა. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიონალი ეკოგიდების მომზადებას, იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის. რეგიონში წარმოდგენილია 9 მღვიმე, აქედან 2 მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია, რომელიც დაესხმევებს საჭიროებს გიდის მომსახურებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გიდების გადამზადება, პროფესიონალი ეკოგიდი ხარისხიან მომსახურებას გაუწევს ვიზიტორს, რაც ხელშეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ეკოტურიზმის განვითარებას. პირველად შედგა ეს, რომ ქუთაის და იმერეთის რეგიონს ეყოლება თავისი ეკოგიდები, ეს არის 26 გიდი, რომელიც საკმაოდ მომზადებულია, მათ გაიარეს კვალიფიკაცია აიმაღლეს, ესე რომ ვთქვათ, და ამ 2 კვირის მანძილზე მოხდა მათი ჩამოყალიბება როგორც გიდების. ეს არის საკმაოდ კარგი პროექტი და სათაფლიას იგივე საჩხერე ჭიათურას ეყოლება თავისი გიდი. პროფესიონალი გიდები ხარისხიან მომსახურეობას გაუწევენ ვიზიტორებს. პროექტი ტურიზმის განვითარებასთან ერთად ახალგაზრდობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ჩვენ გავიარეთ ტრეინინგები, ანუ გადამზადების კურსები, თეორიული მასალის ესეთი კურსები ჩაგვიტარდა თბილისში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები უკვე იმერეთის რეგიონში. ჩვენ ანუ მოვამზადეთ როგორც ესე იგი სათაფლის ეროვნული ნაკრძალის, ესე იგი როგორც სხვადასხვა ენებზე, ესე ქართულ ენაზეც ყველაფერი. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ეკოგიდები საქმიანობას ტურისტული სეზონის გახსნისთანავე დაიწყებენ. მოწევა კლავს ამ დევიზით დღეს ქუთაისის